პირველ რიგში დღეს მიმდინარეობს წითელი ტერორის მეორე დღე. ტოტალური რეპრესიები არის დაწყებული ამ უკანონო რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც აცდენილია მთლიანად საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალადობის შეწყვეტას, ასევე პოლიტპატიმრების გამოშვებას. 320 ადამიანი არის დაკავებული, აქედან 250 ადამიანი არის სასტიკად ნაცემი ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ვინც ძალადობრივ სტრუქტურებად არის გადართული, ასე ვთქვათ, დღეს და პრაქტიკულად ნული საქმე არის აღძრული ამ მიმართულებით. ჩვენ ხედავთ, რომ ძალოვანი სამართალდამცავი სტრუქტურა, სამართალდამრღვე სტრუქტურად არის გარდაქმნული, ასე ვთქვათ, და რეალურად უზარმაზარი პრობლემა გვაქვს იმ ხრივ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოიტაცა საქართველოს სახელმწიფო და არღვია საქართველოს კონსტიტუცია, უკანონოდ შეცვლა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, მიითვისა ძალაუფლება და კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები დღეს, რომელიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაა, დღეს გაყალბებული არის სრულიად არჩევნები, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შედგეს დაინიშნოს ახალი არჩევნები და შესაბამისი საერთაშორისო დამკვირვებლობის ქვეშ ახალი არჩევნებით გარდამავალი ხელისუფლებით მივიდეთ იქამდე, რომ განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი რეალობა და დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ძალადობა ადამიანებზე და რეპრესიები.